ამბობენ, რომ ფეხბურთი მხოლოდ თამაშია, მაგრამ არგენტინაში ეს რელიგია, ხოლო ამ რელიგიას თავისი ღმერთი ჰყავს. ადამიანი, რომელმაც ტალაღიდან მსოფლიოს მწვერვალამდე დიდი გზა გაიარა. ეს დიეგო არმანდო მარადონას ისტორია. კაცის, რომელმაც საკუთარი გენიალურობით სამყარო დაიპყრო, მაგრამ საკუთარ დემონებთან ბრძოლაში ხშირად მარცხდებოდა. ყველაფერი 1960 წლის 30 ოქტომბერს ბუენოს-აირესის გარეუბანში, ვილა ფიორდიში დაიწყო. დიეგო უკიდურეს სიღარიბეში გაიზარდა. წარმოიდგინეთ პატარა სახლი, სადაც 8 და-ძმა ერთად ცხოვრობდა და სადაც წვიმის დროს ჭერიდან წყალი ჩამოდიოდა. 3 წლის ასაკში ბიძამ პირველი ტყავის ბურთი აჩუქა მას. იმ ღამეს დიეგოს ბურთთან ერთად ჩაეწინა. ასე შინოდა, რომ ვინმე მოჰპარავდა. სწორედ იმ ტალახიან ქუჩებში დაიბადა ოქროს ბიჭუნა. გადიოდა წლები. დიეგო თავდაუზოგავად ვარჯიშობდა და მთელ დღეებს სტადიონზე ბურთის დევნაში ატარებდა. მისი პირველი გუნდი არგენტინოს ხუნიორსის ბავშვთა გუნდი აღმოჩნდა. ამ ბავშვთა გუნდმა ზედიზედ 136 მატჩი ჩაატარა წაუგებლად. დიეგო იმდენად პატარა და ნიჭიერი იყო, რომ შესვენების დროს ბურთით ჟონგლიორობდა, რათა მაყურებელი გაეღოთ. ხალხი სტადიონზე ადრე მოდიოდა, რომ მხოლოდ პატარა დიეგოს შოუ ენახათ. 1976 წლის 20 ოქტომბერი, დღე, როდესაც დიეგოს დიდ გუნდში დებიუტი შედგა. 15 წლის დიეგო მოედანზე 16 ნომრიანი მაისურით გამოვიდა. მწვრთნელმა მას მხოლოდ ერთი რამ სთხოვა: ეთამაშა ისე, როგორც ქუჩაში თამაშობდა. პირველივე შეხება და ლეგენდარული ფეხებს შორის გაწვრენა. ეს იყო დებიუტი, რომელიც საფეხბურთო ისტორიას არასდროს არ დაავიწყდა. იმ დღეს სტადიონიდან წამოსულმა გულშემატკივრებმა იცოდნენ, მათ რაღაცა ბუნებრივი იხილეს. დიეგო მოგვიანებით თქვა: იმ მომენტში ვიგზენი, რომ ცა, ხელებით დავიჭირე. არგენტინოს ხუნიორში გატარებულმა 5 სენსაციურმა წელმა, სადაც მან 115 გოლის გატანა მოახერხა, 1990 წელს დიეგოს წინაშე არჩევანი დააყენა. რივერ პლეიტი მას წარმოუდგენელ ხელფასს თავაზობდა, მაგრამ დიეგომ თქვა: ჩემი ოცნება ბომბონერაზე თამაში. ბოკა ხუნიორში გადასვლა დიეგოსთვის არ ყოფილა ბიზნეს გარიგება. ეს იყო დაბრუნება იქ, სადაც მისი გული ფეთქავდა. 1991 წელს მან უარი თქვა რივერ პლეიტის მილიონებს, რადგან სურდა ბომბონერას ტრიბუნების ღრიალი გაეგო. იმ სეზონში მარადონა 40 მატჩში 28 გოლი გაიტანა და ბოკას ჩემპიონობის ტიტული მოუდა. ყოველი მისი შეხება გულთან ხელოვნების ნიმუში იყო, განსაკუთრებით კი ის გოლი რივერის გარში, როცა მეტოქის მცველები უმწეოდიყვნენ გაშოტილ მინიატურზე. ბოკა მისთვის მხოლოდ გუნდი არ იყო, ეს იყო მისი ოჯახი, რომელმაც ის ბოლო დღემდე ღმერთად დატოვა. ბოკა ხუნიორში გაბრწყინების შემდეგ 1992 წელს დიეგო მარადონა ევროპის დასაპყრობად გაემგზავრა. ბარსელონამ მის სანაცვლოდ იმ დროისთვის წარმოუდგენელი თანხა 5 მილიონი ფუნტი გადაიხადა, რაც კიდევ ერთი მსოფლიო რეკორდი. კატალონიაში მას ისე ელოდნენ როგორც ახალ მესიას, თუმცა კამპ ნოუზე გატარებული 2 წელი დიეგოსთვის ნამდვილ ემოციურ და ფიზიკურ გამოცდილებად იქცა. მისი დებიუტი შთამბეჭდავი იყო, მაგრამ მალევე დაიწყო პრობლემა. პირველივე სეზონში დიეგოს ჰეპატიტის დიაგნოზი დაუსვეს, რამაც ის რამდენიმე თვით ჩამოაშორა ფეხბურთს, თუმცა ნამდვილი კოშმარი 1993 წლის 24 სექტემბერს დადგა. მცველმა გოიკოეჩეამ, რომელსაც საფეხბურთო სამყარო ბილბაოს ჯალათის სახელით იცნობდა, მარადონას წინააღმდეგ სასტიკი თამაში აეჩია. მან დიეგოს კოჭი ისე გაუდეხა, რომ ბევრს ეგონა, არგენტინელი მოედანზე ვეღარასდროს დაბრუნდებოდა. მიუხედავად ამისა, მარადონას ნებისყოფა რკინის აღმოჩნდა. მან წარმოუდგენელად სწრაფად, სულ რაღაც სამთოში შეძლო რეაბილიტაცია და გუნდს დაუბრუნდა. ბარსელონაში მან მოახერხა ესპანეთის თასის, სუპერთასის და ლა ლიგის თასების მოგება. ერთ-ერთ კლასიკოში მადრიდის რეალის წინააღმდეგ მან ისეთი გენიალური გოლი გაიტანა, რომ სანტიაგო ბერნაბეუზე შეკრებილი მადრიდელი გულშემატკივარი ფეხზე წამოდგა და ტაშით დააჯილდო. ეს იყო პატივი, რომელიც მანამდე არც ერთ ბარსელონას ფეხბურთელს არ ღირსებია. ბარსელონაში მარადონამ სულ 2 სეზონი გაატარა, თუმცა მისი სტატისტიკა ამ მოკლე დროშიც კი ფენომენალური. საერთო ჯამში მან კატალონიური გრანდის მაისურით 58 ოფიციალური მატჩი ჩაატარა, სადაც 38 გოლის გატანა მოახერხა. თუ მის სტატისტიკას ტურნირების მიხედვით დავყოფთ, სურათი ასეთია: ლა ლიგაში 36 მატჩი 22-ჯერ გამოიჩინა თავი, ესპანეთის თასზე 9 მატჩში 4 გოლი გაიტანა, ხოლო ევროთასებსა და სხვა შიდა ტურნირებზე მან კიდევ 12 გოლის გატანა მოახერხა. ბარსელონაში მან 3 ტიტული მოიგო: ესპანეთის სამეფო თასი, ესპანეთის სუპერთასი და ლიგის თასი. ბარსელონიდან ხმაურიანი წასვლის შემდეგ 1994 წელს საფეხბურთო სამყარო კიდევ ერთხელ შესანძლა. ყველასთვის მოულოდნელად მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელმა იტალიის საშუალო დონის გუნდი ნაპოლი აირჩია. 1994 წლის 5 ივლისი. ეს არ იყო ჩვეულებრივი დღე. ეს იყო დღე, როდესაც ღმერთი დედამიწაზე ჩამოვიდა. სტადიონ სან პაულოზე 75,000 ადამიანი დილის 10 საათიდან ელოდა კაცს, რომლის სანაცვლოდაც ნაპოლი იმ დროისთვის წარმოუდგენელი 12 მილიონი დოლარი გადაიხადა. როდესაც დიეგო მოედნის გვირაბიდან გამოჩნდა, სტადიონი ერთიანად აფეთქდა. მას პირველივე პრესკონფერენციაზე ერთმა ჟურნალისტმა კითხა: იცის თუ არა დიეგო, რომ კლუბის ფული მაფიისგან, კერძოდ კამორასგან მოდის? კლუბის პრეზიდენტმა
ჟურნალისტი მაშინვე დარბაზიდან გააწევა, მაგრამ კითხვა ჰაერში დარჩა. მარადონას პირველივე სიტყვები პრესკონფერენციაზე ასეთი იყო: მინდა გავხდე ნეაპოლელი ბავშვების გერბი. პირველივე თვეებში დიეგო შოკირებული იყო. ნაპოლის სავარჯიშო ბაზა იმდენად ღარიბული და მოუწესრიგებელი იყო, რომ ის ბავშვობის დროინდელ ვილა ფიორდის აგონებდა. სერიაში მისი დებიუტი 16 სექტემბერს ვერონასთან შედგა და ნაპოლიმ 3-1 მოიგო. პირველ ტურებში გუნდი ცხრილის ფსკერზე აღმოჩნდა და ბევრი ფიქრობდა, რომ მარადონა კარიერის ყველაზე დიდი შეცდომა დაუშვა. თუმცა სწორედ აქ გამოჩნდა დიეგოს ხასიათი. მან პირველივე წელს დაიწყო გუნდის მენტალიტეტის შეცვლა. ის არ იყო უბრალოდ ვარსკვლავი, ის იყო ლიდერი, რომელიც ვარჯიშებზე ყველაზე მეტს შრომობდა. პირველივე სეზონში მან 30 მატჩში 14 გოლი გაიტანა, რაც იმ დროინდელ დაცვით იტალიურ ფეხბურთში ფენომენალური შედეგი იყო. განსაკუთრებული იყო მისი პირველი ჰეტ-ტრიკი ლაციოსთან მატჩში, სადაც მან 1 გოლი პირდაპირ კუთხურიდან გაიტანა. ნეაპოლელებმა დაინახეს, რომ მათ ხელში ჰყავდათ ჯადოქარი, რომელსაც მარტო შეეძლო თამაშის ბედის შეცვლა. სწორედ ამ პირველ წელს დაიწყო მისი ღვთაებრივი სტატუსის ჩამოყალიბება. ნეაპოლის ხარიბ ხალხი მის ფოტოებს წმინდა იუნარის ხატების გვერდით აკრავდა. თუმცა ამავე პერიოდში გაჩნდა პირველივე ნაპრალებიც. დიეგომ აღმოაჩინა, რომ ნეაპოლში მას თავისუფალი ცხოვრება აღარ ჰქონდა. ის სახლიდან ვერ გამოდიოდა, რადგან ათასობით ადამიანი მის ფანჯრებთან მორიგებოდა. სწორედ ამ იზოლაციამ და მუდმივმა წნეხმა იწულა იგი ეძებნა მეგობრები. იქ, სადაც არ უნდა ეძებნა, ნეაპოლიტანურ მაფიაში. კამორამ დაინახა, რომ დიეგო ქალაქის ყველაზე გავლენიანი ფიგურა იყო. მათ დიეგო მეგობრად მიიღეს. ასე დაიწყო პირველი სეზონი. მარადონას ტრიუმფით მოედანზე და საბედისწერო ნაბიჯებით მოედნის მიღმა. მარადონას პირველი წელი ადაპტაციას დაეთმო. მეორე სეზონში დიეგომ ნეაპოლი ნამდვილ საფეხბურთო ომში გაიყვანა. 1985 წლის შემოდგომაზე ნაპოლი უკვე აღარ იყო ის გუნდი, რომელსაც ყველა ჩაგრავდა. დიეგომ მოითხოვა ახალი ფეხბურთელების დამატება და კლუბმა ბრუნო ჯორდანო იყიდა, რამაც მარადონას წინაშე ახალი სივრცეები გახსნა. სწორედ ამ სეზონში დაიწყო ნეაპოლელთა მთავარი დივიზიის რეალობა და ქცევა. ამ სეზონის კულმინაცია 1985 წლის 3 ნოემბერი იყო. ნეაპოლში იუვენტუსი ჩავიდა. დიდარი, ძლიერი და ამპარტავანი გუნდი, რომელსაც მიშელ პლატინი ლიდერობდა. როდესაც საჯმე იუვენტუსის საჯარიმო შერა პირდაპირ თავისუფალი დარტყმა დანიშნა, ბურთი გარედან სულ რაღაც რამდენიმე მეტრში იტო. მეტოქის ცოცხალი კედელი იმდენად ახლოს იდგა, რომ ფიზიკის კანონებით ბურთის გადაცილება შეუძლებელი ჩანდა. დიეგომ თანაგუნდელებს უთხრა: უბრალოდ დამიგო. მან დაარტყა და ბურთმა წარმოუდგენელი ტრაექტორიით გადაუარა პლატინის გუნდს. სტადიონი ისე აფეთქდა, რომ ხალხს ეგონა ვულკანი ვეზუვი გააღვიძა. დღეს ნეაპოლმა დაიჯერა, რომ მარადონა მართლაც ჯადოქარი იყო. მეორე სეზონში დიეგო კიდევ უფრო ეფექტური გახდა. მან სერიას 30 მატჩში 11 გოლი გაიტანა, ხოლო საერთო ჯამში სეზონი 13 გოლით დაასრულა. ნაპოლი ჩემპიონატი მესამე ადგილზე დაასრულა. ეს იყო კლუბის საუკეთესო შედეგი ბოლო წლების განმავლობაში. დიეგო მოედანზე ყველაფერს აკეთებდა. ის იყო დირიჟორი, მებრძოლი და სიმბოლო, თუმცა ამავე დროს მისი კავშირები ნეაპოლიტანულ მაფიასთან კიდევ უფრო გააღრმავდა. მაფიის ბოსები მასზე ისე ნადირობდნენ, როგორც ძვირფას ნადავლს. ის იყო მათი ბილეთი ხალხის გულებამდე. 1986 წლის გაზაფხულზე დიეგოს გონება უკვე სხვაგან იყო. ის ემზადებოდა მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატისთვის. სწორედ ნეაპოლში მიღებულმა ამ თავდაჯერებულობამ და ფიზიკურმა ფორმამ აქცია ის შეუჩერებელ მანქანად. როდესაც სეზონი დასრულდა და დიეგო მექსიკაში გაემგზავრა, მან უკვე იცოდა, რომ დაბრუნებისას ის აღარ იქნებოდა მხოლოდ ნეაპოლის გერბი. ის იქნებოდა მსოფლიოს მბრძანებელი. მეორე წელი იყო საძირკველი იმისა, რასაც მალე ნაპოლის ოქროს ხანა და პირველი ისტორიული ჩემპიონობა მოჰყვა. 1986 წელი მექსიკა, აუტანელი სიცხე, მაღალი ტენიანობა და სტადიონები, რომლებიც ლეგენდის დაბადებას ელოდნენ. არგენტინის ნაკრები მუნდიალზე ფავორიტის სტატუსით არ ჩასულა, მაგრამ მათ ჰყავდათ დიეგო, კაცი, რომელიც იმ ზაფხულს ფიზიკური შესაძლებლობების ზღვარზე იმყოფებოდა. მარადონამ ტურნირი ისეთი ენერგიით დაიწყო, თითქოს სურდა ყველასთვის დაემტკიცებინა, რომ ის პლანეტის ერთადერთი მბრძანებელი იყო. მან მთელ ჩემპიონატზე 5 გოლის გადანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება მოახერხა, რაც იმას ნიშნავდა, რომ გუნდის გოლების 70%-ზე მეტი პირდაპირ მასზე მოდიოდა. თუმცა ყველაფერი, რაც მუნდიალზე მოხდა, დაჩრდილა ერთმა მატჩმა, მეოთხედფინალმა ინგლისის წინააღმდეგ. არგენტინელებისთვის ეს არ იყო მხოლოდ ფეხბურთი. 4 წლის წინანდელი ფოლკლენდის ომი და ინგლისთან დამარცხება ერის მეხსიერებაში ღია ჭრილობად დარჩენილიყო. დიეგო მოედანზე შურისძიების წყურვილით გავიდა. მატჩის 51 წუთზე მოხდა ის, რასაც დღემდე განიხილავენ. მარადონა ინგლისელთა მეკარესთან შილტონთან ერთად ჰაერში ახტა და ბურთი ხელით გადაგზავნა პატეში. საჯმა გოლი ჩათვალა. ამ მომენტს კი ეწოდა ღმერთის ხელი. თამაშის შემდეგ დიეგომ თქვა თავისი უკვდავი ფრაზა. ეს იყო ცოტა მარადონას თავი და ცოტა ღმერთის ხელი. მაგრამ სულ რაღაც 4 წუთში
თითქოს სურდა დაემტკიცებინა, რომ მას ეშმაკოვის გარეშეც შეეძლო საოცრებების ჩადენა. მარადონამ გაიტანა საუკუნის გოლი. მან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემოbrუნდა და დაიწყო დრიბლინგი, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა. მან 60 მეტრი გაიბინა. გზად 5 ინგლისელი მცველი მოატყუა. მიკარე შილტონის მიწაზე დასვა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. არგენტინელი კომენტატორი პირდაპირ ეთერში ტიროდა: ღმერთო, მადლობა ფეხბურთისთვის, მადლობა მარადონასთვის. ეს მომენტი იყო გენიალურობის უმაღლესი მწვერვალი. ნახევარფინალში არგენტინამ ბელგიის წინააღმდეგ გამოვიდა სათამაშოდ. დიეგომ ამ თამაში 2 საოცარი გოლის გატანა მოახერხა და გავიდა ფინალში. ფინალში კი ელოდა გერმანიის ნაკრები. გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მარადონას ძალიან რთული მატჩი ჩატარება მოუწია. მას 3 მცველი მეთვალყურეობდა და არ აძლევდნენ არაფრის გაკეთების საშუალებას. მაგრამ გადამწყვეტი საგოლე პასის გაკეთება ბურუჩაგასთვის მაინც მოახერხა. როდესაც მატჩი დასრულდა და არგენტინამ 3-2 მოიგო, აცტეკა სტადიონზე მყოფი ათასობით ადამიანი მოედანზე შეიჭრა. დიეგო ხალხის ტალღამ ხელში აიტაცა. ის იდგა მექსიკის მზის ქვეშ, ხელში ოქროს თასი ეჭირა და სახეზე სრული ნეტარება ეწერა. იმ დღეს მარადონა არგენტინისთვის უფრო დიდი გახდა ვიდრე პრეზიდენტი. ის გახდა მათი იდენტობის ნაწილი. 1986 წლის მუნდიალი იყო დიეგოს პიკი, სადაც მან აჩვენა, რომ ერთ ადამიანს შეუძლია შეცვალოს ისტორია. როდესაც დიეგო მექსიკიდან ოქროს თასით ხელში ნეაპოლში ჩამოვიდა, ქალაქი მას ისე შეხვდა, როგორც იმპერატორს. ნეაპოლელები ხვდებოდნენ, რომ მათ რიგებში უკვე არა მხოლოდ საუკეთესო ფეხბურთელი, არამედ მსოფლიოს მბრძანებელი იდგა. 1986-87 წლების სეზონი გახდა წერილი, რომელმაც იტალიის საფეხბურთო იერარქია თავდაყირა და ნაპოლიმ დაიწყო სვლა იმისკენ, რაც მანამდე წარმოუდგენელი იყო. ამ სეზონში ჩამოყალიბდა ლეგენდარული შემტევი ტრიო: მარადონა, ჯორდანო და კარნევალეს ხელმძღვანელობით. დიეგო მოედანზე ყველაფერს აკეთებდა. ის აღარ იყო მხოლოდ გოლების მანქანა, ის იყო გუნდის ტვინი და სული. იმ სეზონში მან სერიაში 10 გოლის გატანა მოახერხა, მაგრამ მისი მთავარი ძალა საგოლე გადაცემებში გამოიხატა. გადამწყვეტი მომენტი დადგა ტურინში, სადაც ნაპოლი საძულველი იუვენტუსის 3-1 დაამარცხა. ნეაპოლი მიხვდა წელს ჩემპიონობა გარდაუვალი იყო. 1987 წლის 10 მაისი ნეაპოლის ისტორიაში სამუდამოდ დარჩება. სტადიონზე ფიორენტინასთან ფრეს საკმარისი აღმოჩნდა ნაპოლის ჩემპიონობისთვის. ის, რაც მოედანზე და ქალაქში ხდებოდა, აღწერას არ ექვემდებარება. მთელი ნეაპოლი ლურჯით შეიჭრა. ხალხი ქუჩებში ცეკვავდა. მანქანის სიგნალები არ წყდებოდა. ქალაქის კედლებზე კი ეწერა: ჩრდილოეთო, ჩვენ დაგამარცხეთ. ყველაზე საოცარი კი ნეაპოლის სასაფლაოზე გაკეთებული წარწერა იყო: თქვენ არ იცით, რა გამოტოვეთ. ნეაპოლელებს სჯეროდათ, რომ ეს ამბავი მკვდრებსაც კი უნდა გაიგოთ. ამავე სეზონში ნაპოლი იტალიის თასიც მოიგო და ეგრეთ წოდებული დუბლი შეასრულა, რაც იტალიაში იშვიათი მოვლენა იყო. დიეგო იყო ყველგან, ტელევიზიაში, ჟურნალების გარეკანზე, ხალხის ლოცვებში, თუმცა სწორედ ამ პიკზე ყოფნისას მისი პირადი ცხოვრება კიდევ უფრო ჩაიხლავდა. ნარკოტიკების მოხმარება გახშირდა, მაფიასთან კავშირები კი უფრო მჭიდრო გახდა. დიდებამ, რომელმაც ის ღმერთად აქცია, მას პირადი თავისუფლება საბოლოოდ წაართვა. მას სახლიდან გამოსვლა მხოლოდ ღამით მაფიოზების დაცვის ქვეშ შეეძლო. ეს იყო სეზონი, როდესაც მარადონამ ნეაპოლს სული მისცა. ნეაპოლმა კი მას სანაცვლოდ უგლავება აჩუქა. ნეაპოლში დიეგო მარადონა მხოლოდ ფეხბურთელი არ იყო. ის იყო ხელშეუხებელი ღმერთი. სწორედ ამ ხელშეუხებლობამ მიიყვანა იგი იმ ადამიანებთან, ვინც ქალაქს ჩრდილიდან მართავდა. ნეაპოლიტანურმა მაფიამ კამორამ პირველივე დღიდანვე დაინახა, რომ დიეგო მათი საუკეთესო სარეკლამო იარაღი იქნებოდა. მარადონა დაუახლოვდა ჯულიანოს კლანს, რომელიც ნეაპოლის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ უბანს, ფორჩელას აკონტროლებდა. მაფიის ბოსი კარმინე ჯულიანო დიეგოსთვის გახდა ადამიანი, რომელიც მას ყველაფერს აძლევდა, რასაც კანონი იკრძალავდა: დაცვას, აკრძალულ წვეულებებს და რაც მთავარია, კოკაინს. კოკაინი დიეგოს ცხოვრებაში ჯერ კიდევ ბარსელონაში გამოჩნდა, მაგრამ ნეაპოლში ეს დამოკიდებულება უკონტროლო გახდა. კოკაინი მას ეხმარებოდა და გამკლავებოდა იმ წარმოუდგენელ წნეხს, რასაც ქალაქისგან გრძნობდა. ის გარეთ ვერ გამოდიოდა, რომ ათასობით ადამიანი არ დახვედროდა. ნარკოტიკი მას ილუზიურ თავისუფლებას აძლევდა. მისი ყოველკვირეული გრაფიკი შოკისმომგვრელი იყო. კვირას მატჩს ატარებდა. კვირას აღამოდან 4 შაბათამდე კოკაინისა და მაფიოზური წვეულებების მორევში იყო. 5 შაბათს კი ვარჯიშს იწყებდა და ორგანიზმს სოფლითა და წამლებით წმენდა. კლანის წევრები დიეგოს იყენებდნენ, როგორც თავიანთი ძალაუფლების სიმბოლოს. არსებობს ცნობილი ფოტოები, სადაც მარადონა კამორას მოსებთან ერთად ზის ოქროს ნიშარის ფორმის აბაზანაში. მაფია მას აწვდიდა საუკეთესო ხარისხის ნარკოტიკს და სანაცვლოდ მისგან მხოლოდ ერთ რამეს ითხოვდა: მათთან ერთად გამოჩენას. 1987 წლის ტრიუმფის შემდეგ ნეაპოლში მარადონას ცხოვრება ორ ნაწილად გაიყო. მოედანზე ის კვლავ დაუმარცხებელი ჯადოქარი იყო, თუმცა მის მიღმა ოქროს გალიაში გამოკეტილ პატიმარს დაემსგავსა. მას სურდა გუნდიდან წასვლა, ჰქონდა ზღაპრული შემოთავაზებები მილანისგან, მარსელისგან, მაგრამ კლუბის პრეზიდენტმა და მაფიამ ის არ გაუშვა. შენ ნეაპოლის საკუთრება ხარ.
ეს იყო განაჩენი, რომელმაც ის იტალიის სამხრეთში ძალით დატოვა. 1999 წელს ნაპოლი ევროპული დიდების მისაღწევად დაიძრა. ეს იყო ტურნირი, სადაც დიეგომ მსოფლიოს აჩვენა, რომ მისი გენიალურობა ყოველგვარ საზღვრებს სდებოდა. გზა ფინალამდე ნამდვილი ომი იყო. ნეაპოლიელებმა ტურნირიდან გამოაგდეს ისეთი გრანდები, როგორებიც იყვნენ იუვენტუსი, ბაიერნი, განსაკუთრებით ემოციური იუვენტუსთან მატჩი გამოდგა, სადაც პირველ შეხვედრაში 0-2 აგების შემდგომ საპასუხო შეხვედრაში ნაპოლიმ 3-0 გამარჯვება მოახერხა. სწორედ მიუნხენის ბაიერნთან ნახევარფინალის წინ გახურებისას ჩაიწერა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ცნობილი კადრი. სტადიონზე გაისმა სიმღერა Live is Life. დიეგომ კი გახსნილი ბუცებით ბურთთან ერთად ცეკვა დაიწყო. ის ბურთს მხრებით, თავით და მუხლებით, ისე კენწლი და თითქოს ის მისი სხეულის ნაწილი ყოფილიყო. ეს არ იყო უბრალოდ ვარჯიში. ეს იყო ფსიქოლოგიური განადგურება მეტოქის, რომელიც გაოგნებული უყურებდა არგენტინელი ჯადოქრის შოუს. ნაპოლის გერმანული შტუტგარტი დაუპირისპირდა. პირველ მატჩში ნეაპოლში დიეგომ პენალტი გაიტანა და გუნდს 2-1 მოაგებდა. საპასუხო შეხვედრა გერმანიაში ნამდვილი დრამად იქცა. მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა, რაც ნაპოლისთვის გამარჯვებას ნიშნავდა. ევროპული საკლუბო ტიტული ნეაპოლში. იმ მომენტში ნეაპოლი მსოფლიოს ცენტრი გახდა. დიეგომ შეასრულა დაპირება. მან პატარა და ჩაგრული გუნდი ევროპის მბრძანებლად აქცია, თუმცა ამ დიდების მიღმა ტრაგედია იმალბოდა. სწორედ ამ გამარჯვების შემდეგ გასახდელში დიეგომ კლუბის პრეზიდენტს უთხრა: მე ჩემი დაპირება შევასრულე. ახლა გამიშვით. მას სურდა წასვლა, რადგან ნარკოტიკები და მაფიის მარწუხები სულ სუხუთავდა, მაგრამ პრეზიდენტმა უარი უთხრა. 1999 წლის ტრიუმფი იყო მისი უდიდესი გამარჯვება და ამავდროულად მისი სამუდამო პატიმრობის დასაწყისი ნეაპოლში. 1990 წელს მსოფლიო ჩემპიონატს იტალია მასპინძლობდა. არგენტინა ტურნირზე ჩემპიონის სტატუსით ჩავიდა, მაგრამ გუნდი დასუსტებული იყო. თავად დიეგო კი საშინელი ტრავმით თამაშობდა. მისი მარცხენა კოჭი იმდენად იყო დასიებული, რომ ბუცში ფეხს ძლივს სდებდა და ყოველი მატჩის წინ გამაყუჩებლით თამაშობდა. ტურნირი არგენტინისთვის კატასტროფით დაიწყო. წაგება გამეორდა, მაგრამ მაინც მოახერხა ჯგუფიდან გასვლა. მერვედ ფინალში ბრაზილიასთან მატჩი ნამდვილი სასწაული იყო. ბრაზილიელები მთელი თამაში უტევდნენ. ძელს სამჯერ მოარტყეს ბურთი, მაგრამ 91 წუთზე მარადონამ გააკეთა ის, რაც მხოლოდ მას შეუძლია. მან ცენტრში 3 მცველი მოატყუა და დაცემისას ისეთი პასი მისცა კანიჭას, რომ ამ უკანასკნელ მხოლოდ სარიელ კარში გადანა მოახერხა. არგენტინა წინ მიიწევდა, მაგრამ ნამდვილი დრამა ნახევარფინალში ნეაპოლში დატრიალდა. ეს იყო ისტორიაში ყველაზე სკანდალური მატჩი. არგენტინა იტალიის წინააღმდეგ. დიეგოს სამშობლო მისივე საკუთარი ქალაქის წინააღმდეგ. თამაშის წინ მარადონამ ნეაპოლელებს მიმართა: იტალიას თქვენ მხოლოდ წელიწადში ერთი დღე ახსოვხართ. დანარჩენ დროს ისინი თქვენ ბინძურ სამხრეთელებს გეძახიან. დღეს კი გთხოვთ, ჩემ წინააღმდეგ არ იყოთ. ნეაპოლის სტადიონი გაიყო. ნაწილ მიტანა, იტალიამ კი ააცილა. არგენტინა ფინალში გავიდა. იტალია კი გლოვაში ჩაება. იმ ღამეს დიეგო იტალიის ნომერ პირველ მტრად გამოცხადდა. იტალიურმა მაფიამ, პოლიციამ და ხელისუფლებამ მას წინადირობა დაიწყეს. ამის შემდგომ იყო ფინალი რომში, გერმანიის წინააღმდეგ. როდესაც არგენტინის ჰიმნი გაისმა, მთელმა სტადიონმა სტვენა დაიწყო. კამერამ დიეგოს სახე ახლოდან აჩვენა. ის არ მალავდა სიძულვილს და პირდაპირ ეთერში აგინებდა მათ, ვინც მის ჰიმნს პატივს არ სცემდა. მატჩი უსამართლო იყო. საჯმა არგენტინას ორი ფეხბურთელი გაუწევა და ბოლოს საეჭვო პენალტი დანიშნა. არგენტინამ 0-1 წააგო. სურათი, სადაც მარადონა ვერცხლის მედლით ხელში მოედანზე ბავშვივით დიდეს. ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული კადრი. მან მატჩის შემდეგ უარი თქვა ფიფას პრეზიდენტისთვის ხელის ჩამორთმევაზე. დიეგომ იცოდა, რომ ეს მხოლოდ წაგება არ იყო. ეს იყო პოლიტიკური შურისძიება ნეაპოლში, იტალიის დამარცხების გამო. მუნდიალის შემდეგ იტალიაში დიეგოსთვის ჰაერი მოიწამა. 17 მარტს ბარისთან მატჩის შემდეგ მოხდა ის, რასაც ბევრი წინასწარმეტყველებდა. დოპინგ ტესტმა მის ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინა. ფიფა მის ფეხბურთით 15 თვით მოკვდა. დიეგო არგენტინაში დაბრუნდა, თუმცა მშვიდობა არც იკუბოებია. სულ რამდენიმე კვირაში ბუენოს-აირესის პოლიციამ მის საკუთარ ბინაში ნარკოტიკების შენახვისთვის დააპატიმრა. მთელმა მსოფლიომ ნახა კადრები, როგორ გამოჰყავდათ ხელბორკილებით დასიებული და დაბნეული კაცი, რომელიც სულ რაღაც 1 წლის წინ მსოფლიოს მბრძანებელი იყო. დისკვალიფიკაციის მოხდის შემდეგ 1992 წელს დიეგო ევროპაში დაბრუნდა. მისი ახალი კლუბი ესპანური სევილია გახდა, სადაც მისი ძველი მეგობარი კარლოს ბილბაო მწვრთნელობდა. სევილიაში მან 29 მატჩი ჩაატარა და 8 გოლი გაიტანა. მიუხედავად იმისა, რომ ძველი სისწრაფე აკდა, მისი პასები კვლავ გენიალური იყო, თუმცა კონფლიქტები, ხელმძღვანელობასთან და რეჟიმის დარღვევა კვლავ პრობლემად რჩებოდა. 1993 წელს ის სამშობლოში დაბრუნდა და ნიუელს ოლდ ბოისში ჩაირიცხა, სადაც მხოლოდ 5 მატჩი ჩაატარა. ყველა ფიქრობდა, რომ მარადონა როგორც ფეხბურთელი დასრულდა. 1993 წელს არგენტინის ნაკრები კატასტროფის წინაშე. გუნდმა საკუთარ მოედანზე კოლუმბიასთან 0-5 წააგო. ერი ითხოვდა მხსნელს და 23 წლის დიეგო, რომელიც იმ დროს თითქმის არ ვარჯიშობდა და ჭარბწონას ებრძოდა, დაბრუნდა. მან წარმოუდგენელი შეძლო,
სულ რაღაც რამდენიმე თვეში 15 კილოგრამზე მეტი დაიწყო. აღიდგინა ფიზიკური ფორმა და ავსტრალიასთან გადამწყვეტ მატჩში ნაკრებს მუნდიალის საგზური მოუპო. ამერიკაში ჩასული მარადონა ყველას აუცებდა. ის ისე გამოიყურებოდა როგორც 1986 წელს. გამხდარი, სწრაფი და მოტივირებული. პირველივე მატჩში საბერძნეთის წინააღმდეგ არგენტინამ ნამდვილი შოუ დადგა. დიეგომ გაიტანა გენიალური გოლი, რომელიც დღემდე ითვლება გუნდური თამაშის ნიმუშად. გატანილი გოლის შემდეგ ის პირდაპირ კამერასთან მიიჭრა. სახე დაეძაბა და მთელი ხმით იღულა. ეს იყო კაცის ყვირილი, რომელმაც ჯოჯოხეთი გამოიარა და დაბრუნდა. შემდეგი იყო მატჩი ნიგერიასთან. არგენტინა ისეთ ფეხბურთს თამაშობდა, რომ ბევრი მათ ტურნირის მთავარ ფავორიტად მიიჩნევდა. დიეგო მოედანზე ყველაფერს აკონტროლებდა, თუმცა საფინალო სასტონის შემდეგ მოხდა ის, რაც ფეხბურთის ისტორიაში არასდროს მოხდა. მოედანზე თეთრ ხალათიანი ექთანი სიუზან კასტელი გამოჩნდა. მან დიეგოს ხელი ჩაჰკიდა და ღიმილით გააცილა დოპინგ კონტროლის ოთახისკენ. ეს იყო უკანასკნელი წუთები, როცა მსოფლიო მარადონა ფეხბურთელის სტატუსით იხილა. რამდენიმე დღეში გავრცელდა შოკის მომგვრელი ამბავი. დიეგოს სისხლში ეფედრინი აღმოჩნდა. ის ტურნირიდან მოკვედეს. არგენტინა შოკში იყო. გუნდმა მენტალურად ვერ გაუსულა მდარტყმად. თავად დიეგო კი ცრემლებს ვერ მალავდა და თავის ყველაზე ცნობილ ინტერვიუში თქვა: "მე არ გავქცეულა, მათმე ფეხები მომჭრეს. ეს არ იყო სპორტული გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკური შურისძიება." დიეგო სჯეროდა, რომ FIFA-ს პრეზიდენტს ჟოაო აველანეს არ სურდა არგენტინისა და მარადონას ტრიუმფი ამერიკის მიწაზე. ეფედრინი, რომელიც მის ორგანიზმში აღმოჩნდა, დიეტურ დანამატში იყო, რომელსაც ისწავლის დასაკლებად იყენებდა და ბევრისთვის ეს იყო ფორმალური მიზეზი ლეგენდის მოსაშორებლად. ასე დასრულდა მარადონას ეპოქა, მსოფლიო ჩემპიონატებს, არა მარცხით მოედანზე, არამედ სკანდალით ლაბორატორიაში. 1994 წელი დარჩა წლად, როცა ფეხბურთს სული ამოხადეს. მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთის შემდეგ დიეგო მარადონა დიდი უბსკულის წინაშე აღმოჩნდა. მას ეკრძალებოდა ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ ამწუთნელობა. სწორედ ამ პერიოდში მან სცადა ბედი სამწუთნელო სკამს. დიეგო სათავეში შეუდგა არგენტინულ კლუბებს, ჯერ მანდიუს, შემდეგ კი რასინგს, თუმცა მისი სამწუთნელო დებიუტი წარუმატებელი გამოდგა. ის უფრო მეტ სკამათობდა საჯებთან და ჟურნალისტებთან, ვიდრე ტაქტიკაზე მუშაობდა. ყველამ იცოდა, რომ დიეგოს ადგილი არასათა დარიგოდა სკამზე, არამედ მოედანზე იყო. 1995 წელს დისკვალიფიკაციის ვადის ამოწურვისთანავე მოხდა ის, რასაც მთელი არგენტინა ელოდა. დიეგო მშობლიურ ბოკა ხუნიორში დაბრუნდა. ეს იყო ემოციური და ხმაურიანი დაბრუნება. ბომბონერა სტადიონზე ის ისე მიიღეს, როგორც ცოცხალი ლეგენდა. დიეგომ თმაზე თეთრი ზოლი შეიღება და კვლავ მოიგო 10 ნომრიანი მაისური. მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ცხოვრების წესი თავის დაშვებოდა, მისი ყოველი შეხება ბურთთან მაინც მაგიური იყო. ბოკაში გატარებული 2 წელი იყო მისი უკანასკნელი ცეკვა. ის აღარ იყო ისეთი სწრაფი, როგორც მექსიკის მუნდიალზე, მაგრამ მისი ავტორიტეტი გუნდში უსაზღვრო იყო. ამ პერიოდში მის გვერდით იზრდებოდა არგენტინული ფეხბურთის მომავალი ვარსკვლავი, ხუან რომან რიკელმე. თუმცა სკანდალები დიეგოს არც აქ ასწილებია. 1997 წელს მორიგი დოპინგ ტესტის შემდეგ მის ორგანიზმში კვლავ აღმოაჩინეს აკრძალული ნივთიერებები. ამჯერად დიეგო მიხვდა, რომ სხეული აღარ ემორჩილებოდა. 1997 წლის 25 ოქტომბერს მარადონამ თავისი ბოლო ოფიციალური მატჩი ჩაატარა. ეს იყო ყველაზე სიმბოლური დასასრული, სუპერკლასიკო, მოსისხლე მტერთან რივერ პლეიტთან. დიეგომ მხოლოდ ერთი ტაიმი ითამაშა, ბოკამ 2-1 მოიგო. მატჩის შემდეგ კი 37 წლის ლეგენდამ გამოაცხადა, რომ ფეხბურთიდან სამუდამოდ მიდიოდა. რამდენიმე წლის შემდეგ თავის გამოსამშვიდობელ მატჩზე მან ტირილის წარმოთქვა სიტყვა, რომლებიც ფეხბურთის ისტორიაში დარჩა. მე შევწდი და გადავიხადე ჩემი შეცდომებისთვის, მაგრამ ბურთი არის სრული. ამით მან თქვა, რომ მიუხედავად მისი პირადი ცოდვებისა და შეცდომებისა, ფეხბურთი, როგორც თამაში, ყოველთვის სუფთა და წმინდა რჩებოდა. ამ დღეს დასრულდა მარადონას, როგორც ფეხბურთელის ერა და დაიწყო მისი, როგორც მარადიული სიმბოლოს ცხოვრება. მარადონას ცხოვრება მოედნის მიღმა იყო ნამდვილი ბრძოლა გადარჩენისთვის, სადაც ის ხშირად საკუთარ თავს ებრძოდა. ყველაფერი 1991 წლის 17 მარტს დაიწყო, როდესაც იტალიაში ჩატარებულ დოპინგ ტესტმა მის ორგანიზმში კოკაინი აღმოაჩინა. ეს არ იყო უბრალოდ სპორტული დარღვევა, ეს იყო პოლიტიკური განაჩენი. დიეგოს ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულ ზღვარს 2000 წელს მიუახლოვდა. ურუგვაიში კურორტ პუნტა დელ ესტეში დიეგომ სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიღო. საავადმყოფოში გულის უკმარისობა კოკაინის გადაჭარბებული დოზით გამოიწვია. ექიმები ამბობდნენ, რომ მას სიცოცხლის 50%-იანი შანსი ჰქონდა. სწორედ ამის შემდეგ წავიდა ის კუბაში, სადაც ფიდელ კასტროს მფარველობის ქვეშ წლების განმავლობაში ცდილობდა ნარკოტიკებისგან გათავისუფლება. დიეგომ ერთხელ თქვა: მე ვარ ჩემი თავის ყველაზე დიდი მტერი. ის იყო კაცი, რომელსაც მთელ მსოფლიოს ბედნიერება აჩუქა, მაგრამ საკუთარი თავისთვის სიმშვიდე ვერასდროს იპოვა. მარადონა მხოლოდ ფეხბურთელი არ იყო. ის ნამდვილი პოლიტიკური და კულტურული ფიგურა იყო, რომელიც მსოფლიო ლიდერებთან ისეთივე თავისუფლებით ურთიერთობდა, როგორც მოედანზე ბურთი. მარადონა ვენესუელის პრეზიდენტის, უგო ჩავესის უახლოესი მეგობარი და მხარდაჭერი იყო. ის ხშირად ჩადიოდა კარაკასში, მონაწილეობდა პოლიტიკურ მიტინგებში და ჩავესს გიგანტს უწოდებდა. ყველაზე გამორჩეული ფიგურა ფიდელ კასტრო იყო. მარადონას ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა ჰქონდა 2000 წელს. იგი ნარკოდამოკიდებული იყო. ბევრმა ქვეყანამ და კლინიკამ მასე უარი თქვა, თუმცა ფიდელმა ის კუბაში კლინიკა ლა პრადერაში მიიწვია.
ფიდელი მას ხშირად აკითხავდა. დილა ადრიან ურეკავდა, რომ გაეგო როგორ ეძინა და ესაუბრებოდა სპორტს, ისტორიასა და მეცნიერებას. მარადონა ამბობდა, რომ არა ფიდელ კასტრო, იგი დაიღუპებოდა. მადლიერების ნიშნად მან მარცხენა ფეხზე კასტროს პორტრეტი დაიხატა. მე ვტიროდი, როცა მითხრეს, რომ ის წავიდა. ის იყო ჩემთვის ყველაზე დიდი ადამიანი, ვინც კიდევ მე შემხვედრია. თქვა დიეგომ 2016 წელს, როცა ფიდელი გარდაიცვალა. მარადონა იყო ფიგურა, რომელიც პირდაპირ იძახდა თავის სათქმელს. მას კონფლიქტი ჰქონდა რომის პაპ იოანე პავლე მეორესთან. 1980-იან წლებში დიეგო ვატიკანს ესტუმრა. მან საჯაროდ თქვა: დავინახე ოქროს ჭერები და მე ვერ გავიგე, რომ იგი ეკლესია იყო. გაყიდეთ ჭერი და დაეხმარეთ გაჭირვებულ ბავშვებს. დიეგო ყოველთვის ჩაგრული ხალხის გვერდით იდგა. მარადონა არ იყო მხოლოდ სპორტსმენი. ის არგენტინისა და ნეაპოლისთვის ნამდვილ რელიგიურ ფიგურად იქცა. მისი კულტი იმდენად ძლიერია, რომ არსებობს ოფიციალური რელიგიაც კი, რომელიც მის სახელს ატარებს. ეს არის რეალური ორგანიზაცია, რომელიც 1998 წელს ქალაქ როსარიოში სამმა ფარმა დააარსა. მათთვის დიეგო არის ფეხბურთის ღმერთი. მათ საკუთარი კალენდარიც აქვთ. წელთაღრიცხვა იწყება 1960 წლიდან, როდესაც დიეგო დაიბადა. 30 ოქტომბერი. მარადონას დაბადების დღეზე ისინი შობას აღნიშნავენ. 22 ივნისს კი აღდგომას, დღე როცა მან ინგლისს 2 ისტორიული გოლი გაუტანა. 2020 წლის 25 ნოემბერი. ბუენოს-აირესში ჩვეულებრივი მზიანი დილა გათენდა, მაგრამ ჰაერში რაღაც მძიმე და აუხსნელი იგრძნობოდა. ტიგრეს რაიონში ერთ პატარა სახლში, სადაც დიეგო თავის ბოლო ბრძოლას მართავდა, სიჩუმე ჩამოწვა. კაცმა, რომელმაც ორჯერ სიკვდილს თვალებში ჩახედა და ორივეჯერ აჯობა, ამჯერად წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ შეძლო. შუა დღისას გავრცელდა მოკლე და დაუჯერებელი ფრაზა: მარადონა გარდაიცვალა. ამ ამბავმა დედამიწას ელექტროშოკივით დაარტყა. არგენტინაში ხალხი ქუჩებში გამოდიოდა, ერთმანეთს ეხმარებდნენ და ხმამაღლად დიოდნენ. ქვეყნის პრეზიდენტმა სამდღიანი გლოვა გამოაცხადა, მაგრამ გლოვა მთელ პლანეტას მოედო. ნეაპოლში, სადაც დიეგო ცოცხალ ღმერთად მიაჩნდათ, ათასობით ადამიანი სან-პაულოს სტადიონთან შეიკრიბა. სტადიონთან, რომელსაც სულ რამდენიმე დღეში მისი სახელი დაარქვეს. მთელი ქალაქი სანთლებითა და ფრესკებით განათდა. თითქოს ვეზუვი მეორედ ამოიფრქვა, ოღონდ ამჯერად ცრემლებისგან. მისი გამოსამშვიდობებელი ცერემონია არგენტინის საპრეზიდენტო სასახლეში ნამდვილ ქაოსად და უსაზღვრო სიყვარულს ჰგავდა. მილიონობით ადამიანი რიგში იდგარა და უკანასკნელად შეხებოდა მის კუბოს. იქ ერთმანეთის გვერდით იდგნენ მდიდრები და ღარიბები, მტრები და მეგობრები. ყველა გრძნობდა, რომ ეპოქა დასრულდა. დიეგო დაკრძალეს მშობლების გვერდით, პატარა სასაფლაოზე, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები იყვნენ. ის საბოლოოდ ეღირსა იმ სიმშვიდეს, რომელსაც მთელი ცხოვრება ამაოდ ეძებდა. თუმცა მისი გარდაცვალების ირგვლივ დრამა აქ არ დასრულებოდა. მალევე დაიწყო გამოძიება. იყო თუ არა ეს ბუნებრივი სიკვდილი. სასამართლო პროცესები დღემდე გრძელდება ექიმების წინააღმდეგ. მარადონას შვილები სიმართლეს ითხოვდა, სამყარო კი პასუხს კითხვაზე: რატომ დატოვეს ღმერთი მარტო? მარადონა არ წასულა ისე, როგორც ჩვეულებრივი მოკვლავი, ისავიდა როგორც მითი. მან დატოვა დაანგრეული სხეული, მაგრამ დატოვა უბლავი სული. ყოველ წელს 25 ნოემბერს ფეხბურთის სამყარო თავს ხრის და იხსენებს ხუჭუჭა ბიძს, რომელმაც აჩვენა, რომ შესაძლებელია იყო ყველაზე დიდი სოდვილი და ამავდროულად ყველაზე დიდი წმინდა, რაც კი მოედანზე ოდესმე გამოსულა. მარადონა იყო ყველგან და ყველაფერში პირველი. მან 1986 წელს მოიგო მსოფლიო ჩემპიონატის ოქროს ბურთი. იგი გახდა ტურნირის საუკეთესო მოთამაშე. არგენტინის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 4-ჯერ, სამხრეთ ამერიკის წლის საუკეთესო ფეხბურთელი 2-ჯერ, იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდი, საუკუნის ფეხბურთელი ფიფას ოფიციალური გამოკითხვით 2000 წელს. საპატიო ოქროს ბურთი გადაეცა 1995 წელს ფეხბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. ეს ტიტულები მხოლოდ სტატისტიკა, მაგრამ მათ მიღმა დგას კაცი, რომელმაც მარტომ შეძლო მთელი საფეხბურთო სამყაროს მუხლებზე დაჩუქება. მარადონას ცხოვრება არ ყოფილა უბრალოდ სპორტსმენის გზა. ეს იყო ბრძოლა ადამიანსა და ღმერთს შორის, რომელიც ერთ სხეულში ცხოვრობდა. ხშირად ამბობენ, რომ მას ფეხები მოჰკვეთეს, ზურგი აქციეს, ნარკოტიკებმა და მაფიამ იგი გაანადგურა, მაგრამ სიმართლე სხვა. დიეგომ თავისი ცხოვრებით დაგვანახა, რომ შეიძლება იყო ყველაზე დიდი სოდვილი და ამავდროულად ყველაზე დიდი იმი. ის იყო კაცი, რომელმაც ღარიბებს ოცნება ასწავლა და ჩაგრულებს კი გამარჯვა. როდესაც 2020 წლის იმ ნოემბრის დილას მისი გული გაჩერდა, სამყარო და არა მხოლოდ ფეხბურთი, არამედ საკუთარი ბავშვობის ნაწილი დაგა. ის არ წასულა როგორც დამარცხებული მოხუცი. ის წავიდა როგორც სიმბოლო იმისა, რომ გენიალურობას ყოველთვის ახლავს ტკივილი. დღეს ნეაპოლის ვიწრო ქუჩებში და ბუენოს-აირესის მტვრიან მოედნებზე, როცა ბავშვები ბურთს დაედევნებიან, ისინი დიეგოს ნაწილს ატარებენ. მან დატოვა სამყარო, სადაც ბურთი არ ისვრება, სადაც 10 ნომერი ყოველთვის მას ეკუთვნის და სადაც ღმერთს ხელი კი არა, მარადონას სახელი აქვს. მადლობა, რომ იყავით ჩვენს გვერდით და ერთად გავიხსენეთ გენიალური დიეგო მარადონას ისტორია. არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა და ვიდეოს დალაიქი. შეხვედრა.